აჭარის ტელევიზია სამეურვეო საბჭოს ორ ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილი 4 კანდიდატის ვინაობა ცნობილია. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კანდიდატურების სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დაასახელა ბეჟან გობაძე, ირაკლი დარწმელიძე, ვახტანგ ღლონტი და ოლღა ჟღენტი. როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, უმცირესობის წარმომადგენლებმა კანდიდატურები არ შეცვალეს, რაზეც უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უმცირესობის წევრები პოლიტიკური ნიშნითა და პირადი სიმპათიებით ხელმძღვანელობენ. ფრაქცია ქართული ოცნება აჭარამ, ვახტანგ ღლონტი ფრაქცია ქართულმა ოცნებამ კი ოლღა ჟღენტი დაასახელა. ფრაქცია ქართული ოცნების წევრი გადაწყვეტილებას ოლღა ჟღენტის პროფესიონალიზმით ხსნის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას კანონდარღვევად აფასებენ. გია ქარცილაძის თქმით, იმ ფრაქციებს, რომლებმაც საკუთარი კანდიდატი უკვე დაასახელეს, მეორეჯერ წარდგენის უფლება აღარ აქვთ. ვაკანტური ადგილი კი ოპოზიციის კვოტით უნდა შეივსოს. ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარებმა წარმოგიდგინა ბეჟან გობაძის კანდიდატურა. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ წარმოგიდგინა ირაკლი დარწმელიძის კანდიდატურა. ქართული ოცნება აჭარა წარმოგიდგინა ვახტანგ ღლონტის კანდიდატურა. და ასევე გუშინ საღამოს ფრაქცია ქართული ოცნება წარმოგიდგინა ოლღა ჟღენტის კანდიდატურა. ეს კანდიდატურები განიხილება აჭარის უმაღლეს საბჭოში, ჩვენთა საბჭოში ასარჩა. საუბარია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონზე. ამ შემთხვევაში აჭარის უმაღლეს საბჭოს ფრაქციებს არ აძლევს უფლებას, რომ წარადგინონ კანდიდატები აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში. საუბარია იმ ფრაქციებზე, რომლებიც უკვე წარადგნენ და რომელთა კვოტით გასული სუბიექტები უკვე არიან აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრები.